პირველად ისტორიაში ოკეანეში მთლიანად შენარჩუნებული სტარშიპი ცურავს. ის არაფეთქებულა, არ გატეხილა, ინდოეთის ოკეანეშია. წყლიდანაც კი აგრძელებს პირდაპირი ეთერის სურათების გადაცემას და ნელა მიიწევს წინ დარჩენილი ბიძგით. შესაძლოა მალე ეს პროტოტიპიც მუზეუმში გამოფენილ ექსპონატად ვიხილოთ. ალბათ ინჟინრები მას დააშლიან და დეტალურად გამოიკვლევენ. სტარშიპი ამ მომენტში პირველად სიტყვასიტყვით გემი გახდა. და თითქოს ეს არ იყო საკმარისი, ამ ფრენამ ასევე გაუშვა პირველი ნამდვილი Starlink-ის ახალი V3 თაობის თანამგზავრები. ერთმა ძრავამ კოსმოსში ხელახლა ამუშავეს, რომელიც სამხრეთ აფრიკიდან მიწიდანაც კი ჩანდა და სითბოს ფარი დააბრუნეს, რომელზეც დაკარგული ფილების დათვლა ერთ ხელზე შეიძლება. 18,000-თან მაგრამ და ეს უნდა აღინიშნოს სამართლიანად. ამავე ფრენამ ბუსტერიც დაკარგა. ეს არის მე-13 ფრენის სრული ანალიზი. წამი-წამზე. ყველაფრით რაც კარგად წავიდა, ყველაფრით რაც არასწორად წავიდა და იმით რაც შემდეგ მოხდება. და ეს საკმაოდ მოცულობითი მასალა. ჩემი სახელია სირვანი და ეს არის მარსის ქრონიკები. სანამ რაკეტა საერთოდ აფრინდებოდა, ამ ფრენამ უკვე 2 მცდელობა დაკარგა და ორივე მათგანი სასწავლო იყო. დავითხოვოთ 10 ივლისს. იმ დღეს ბუსტერმა 20 სტარტის პლატფორმაზე თითქმის 1 წუთის განმავლობაში ჩაატარა ადგილზე ძრავების გაშვების ტესტი, ყველა 33 ძრავით. და კადრები იმდენად შთამბეჭდავია, რომ ბგერის წნევის ტალღებს პირდაპირ ჰაერში მოძრაობაში ხედავ. ყველა ძრავი გამართულად მუშაობდა. 6 დღის შემდეგ. 16 ივლისს პირველი გაშვების მცდელობა. უკუთვლა გამართულად მიმდინარეობდა. რაკეტა სრულად იყო საწვავით შევსებული. ანთების თანმიმდევრობა დაიწყო. და შემდეგ ზუსტად T-0-ზე ბორტკომპიუტერმა პროცესი შეწყვიტა. მან 33 ძრავიდან 4-ში ანთების არასრულყოფილი პროცესი დააფიქსირა. და გაშვების წესი ერთმნიშვნელოვანია. გაშვებისას მაქსიმუმ 2 ძრავი შეიძლება არ მუშაობდეს. 4 მეტის მეტია. ამიტომ გაშვება შეწყდა. მნიშვნელოვანია, ეს არ ყოფილა საგანგებო გამორთვა ქაოსში, არამედ კონტროლირებადი გათიშვა. საგანგებო გამორთვამ შეიძლება ძრავების დაზიანება გამოიწვიოს. უკვე მოქმედი 29 რაპტორის ძრავი უსაფრთხოდ გამოირთო. რაკეტა და გასაშვები მოედანი უვნებელი დარჩა. რა მოხდა? მიზეზი ჟანგბადის ტურბოტუმბოებში იყო. ანუ იმ ტუმბოებში, რომლებიც თხევად ჟანგბადს ელვის სისწრაფით აყენებენ წნევის ქვეშ და ძრავში აწვდიან. 6 ძრავში ამ ტუმბოებმა ნომინალურ საცდენილი ბრუნვითი რეაქცია აჩვენეს. ისინი იმდენად სწრაფად არ ბრუნავდნენ, როგორც საჭირო იყო. SpaceX-ის თქმით, ყველაზე სავარაუდო მიზეზი. პომპებში წინამუშაობის შედეგად ტენიანობა დაგროვდა და როცა ღრმად გაციებული საწვავი ჩაეშვა, ის გაიყინა. ყინულმა პომპები შეანელა ან თრიანად დაბლოკა. ესე იგი, თვით ძრავებს არანაირი დაზიანება არ ჰქონდათ. ეს იყო ოპერაციული შეცდომა. სკოტ მენლიმ ამაზე ყველაზე ლამაზი ახსნა მოგცა. როდესაც მეთანს წვავთ, წარმოიქმნება წყალი და ნახშირო ჟანგი. და ორივე შეიძლება ყინულად გადაიქცეს. SpaceX-ი გამონაბოქს, სხვათა შორის, ავზების თნევის გასაზრდელად იყენებს. და სწორედ ამიტომ, როგორც მალნი აღნიშნავს, ეს არ არის ერთჯერადი შეცდომა, არამედ გრძელვადიანი საკითხია. ვინც ძრავს საათში ერთხელ ხელახლა იყენებს, უნდა დარწმუნდეს, რომ წინა ფრემის ცვის პროდუქტები არ დაბლოკავს შემდეგი ფრემის სარქველებსა და ტურბინებს. SpaceX-მა პრაგმატულად იმოქმედა. 6 ძრავა ჩანაცვლა იმ ეგზემპლარებით, რომლებიც უკვე Starbase-ში საწყობში იყო. ერთ-ერთი ამოღებული ძრავა მაკგრეგორში სატესტო სტენდზე დაამაგრეს და იქ სრული ბუსტერის ასვლის წვა ჩაატარა. შემდეგ 4 შაბათს რამპაზე ტესტი ჩატარდა, რომლის დროსაც ყველა 33 ძრავის ჟანგბადის ტუმბოები გაგრილებულ მდგომარეობაში დატრიალდა. და კიდევ ერთი რამ არის აღსანიშნავი. SpaceX-მა შეწყვეტა მხოლოდ როგორც გაუმართავობა კი არ წარმოაჩინა, არამედ როგორც სარგებელი. და ამაში მართლაც არის რაღაც სიმართლე. ეს იყო ნამდვილი შეწყვეტა რეალურ პირობებში. ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ დინამიკურ ფაზაში და უსაფრთხოების მექანიზმებმა ზუსტად ისე იმუშავეს, როგორც იყო დაგეგმილი. მთელი გუნდები აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრებისა ასეთ შემთხვევებისთვის ცუდი დღის სცენარებს იგონებენ. 16 ივლისს ერთ-ერთი მათგანი უნებლიედ მკაცრად გამოიცადა და მან გამოცდა ჩააბარა.
მეორე მცდელობა, რომელიც 23 ივლისს იყო დაგეგმილი, ამინდის გამო ჩაიშალა. მაგრამ არა ისე როგორც ფიქრობთ. ეს არ იყო გაშვების შეზღუდვების გამო. უბრალოდ ხილვადობა იყო ცუდი. მეტისმეტად ბევრი ხრუბელი იყო. რადგან ამ ფრენის ერთ-ერთი მთავარი სატესტო მიზანი იყო სითბოს დამცავი ფარის მკაფიოდ გადაღება გრძელი ფოკუსური მანძილის კამერებით აღმასვლის დროს. და ეს შეუძლებელია, როცა ხრუბლები კრიტიკულ ეტაპებზე ხედვას ფარავს. ამ დროს კი SpaceX-მა ნამდვილი ბომბი ჩამოაგდო. თითქმის სხვათა შორის, Starship-ს ახლა უკვე თეორიულად შეუძლია და უფლება აქვს ელჯექიან ამინდში აფრინდეს. ვრცელი ტესტებისა და ანალიზების შემდეგ, რომლებიც ავიაციის სერტიფიცირების ლოგიკას ეყრდნობა, ელჯექიანი ამინდის დროს გაშვება სამართლებრივად ნებადართულია. მიზეზი სტრატეგიულია. ვინც თვითფრინავით რიტმში ფრენასორს ვერ დარჩება მიწაზე ყოველი ხრუბლის გამო. თქვენ რომ ამ შესაძლებლობას ფრთხილად გამოიყენებენ, მაგრამ ის უკვე არსებობს. ეს არის მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც თითქმის შეუმჩნეველი დარჩა აჟიოტაჟში. და კიდევ ერთი დეტალი გაშვების მოსამზადებლად. ეხლა უკუთვლა ახალ ჩაშენებულ შეჩერების პუნქტს შეიცავს T-60 წამზე. მანამდე ეს T-40 წამზე იყო. იქ SpaceX შეუძლია საჭიროების შემთხვევაში 5-დან 8 წუთამდე შეჩერდეს, რაც ძირითადად საწოვის ტემპერატურით არის შეზღუდული და საჭიროების შემთხვევაში გადაცილების შემდეგაც კი ისევ T-60 წამზე დაბრუნდეს. მხოლოდ ერთი რამ აღარ ბრუნდება უკან. T-17 წამიდან იწყება ალის ამრიდებლის წყლის ნაკადის გააქტიურება. ამ მომენტიდან ნებისმიერი შეჩერება ავტომატურად ნიშნავს დღის მისიის შეწყვეტას. სხვათა შორის ალის ამრიდებელთან დაკავშირებით. SpaceX-მა თავის დოკუმენტურ სერიალში ახლახან აჩვენა, რას უნდა გაუძლოს ამ დეტალმა. და ერთი რიცხვი უნდა მოისმინო. გაშვებისას წამში დაახლოებით 29.5 ტონა საწოვი იღვრება ძრავებიდან, 8000 ტონაზე მეტი ბიძრის ძალით. ვიდეოში ინჟინერი ამას ასეხსნის. წარმოიდგინე, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი ტყვი ამფქვევია. მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ტყვიების ნაცვლად რაკეტის უკნიდან წამში 11 Ford F-150 პიკაპს ისვრის. ამის წინააღმდეგ საბოლოოდ მხოლოდ ერთი რამ მუშაობს: წყალი. დაახლოებით 2.4 მილიონი ლიტრი. სრული ოლიმპიური საცურაო აუზი. დაახლოებით 1 წუთში ორთქლება, რადგან აორთქლებისას წყალი გიგანტურ ენერგიას შთანთქავს. ახლა გადავიდეთ 24 ივლისზე. პარასკევის საღამო. 17:51 საათი ტეხასის დროით. ნურჯიცა. არც ერთი ხრუბელი. ყურეში და ინდოეთის ოკეანეში უსაფრთხოების ზონა მწვანეა. და შემდეგ T++0-ზე ყველა 33 რაპტორ, 3 ძრავა იწყებს მუშაობას. და ეს ისეთი ძალით, რომ თვითონ ბევრ მაყურებელსაც კი გააოცა. SpaceX-მა გაშვებამდე ცოტა ხნით ადრე სამივე Starship-ის თაობის პირდაპირი შედარება აჩვენა და განსხვავება მართლაც შთამბეჭდავია. ვერსია 3 ფაქტობრივად ახტება პლატფორმიდან. მაშინ როცა ვერსია 1 პირველი ფრენიდან ჯერ კიდევ ნელად და მძიმე დადიოდა ზევრთი. T++20 წამზე ჩანს, როგორ მოძრაობს ხმოვანი შოკური დაუღები ჰაერში. პირველ წუთში როლის მანევრი შესანიშნავად ჩანს. და ახლა მოდის დეტალი, რომელიც ამ აფრენას ყველა წინა აფრენისგან გამოარჩევს. და ეს თავად ელონ მასკმა გამოაქვეყნა X-ზე. ეს ფრენა განზრახ უფრო მაღალი აჩქარებით განხორციელდა, რათა გამოეცადათ, რამდენად კარგად რჩება სითბოს დამცავი ფილები მაღალი დინამიკური წნევის პირობებში. Max-Q, ანუ მაქსიმალური აეროდინამიკური დატვირთვის წერტილი, 1 წუთის შემდეგ უფრო მაღალი იყო ვიდრე ნებისმიერი წინა Starship-ის ფრენისას. და ეს სრულიად განზრახ მოხდა. ილონ მასკის დასკვნა იმავე პოსტში. ტესტი წარმატებით დასრულდა. T+2 წუთსა და 5 წამზე პირველად ხედავთ კამერის ხედს ბუსტების ძრავების განყოფილებაში. და Raptor 3-ის ძრავები ზოგადვილას ალუბლისფრად ანათებენ, რაც დრამატულად გამოიყურება. მაგრამ ეს ნორმალურია და არ იწვევს არანაირ პრობლემას. T+2 წუთსა და 18 წამზე იწყება საფეხურის გამოყოფა. ბუსტერი თანმიმდევრულად თიშავს ყველა ძრავს, გარდა ცენტრალური 13-დან 5-ისა. შეგვიძლია პირდაპირ დავინახოთ, როგორ მცირდება ნათება მარცხენა სურათზე, იმ დროს, როცა პარალელურად ზედა საფეხურის 6 ძრავა ირთვება. T+2 წუთსა და 32 წამზე ისინი ჩაირთმენ და 3 ცენტრალური ძრავა გარედან შიგნით ილაგება, რომ ეფექტურად უბიძგოს. ეს არის hot staging-ი სუფთა სახით.
ზედასაფეხური მოქმედი ძრავებით ბუსტერს შორდება, ხოლო ბუსტერი ეტაპობრივი ანთებით ქვემოთ მიმართულ სალტოში იწევა. და აქ არის თქვენთვის ყველასთვის გადაუდებელი რეკომენდაცია. SpaceX-მა მოგვიანებით გამოაქვეყნა საფეხურების გამოყოფის კადრები ბუსტერის წვერის პერსპექტივიდან. შეგიძლიათ ნახოთ ხომალდი, რომელიც 6 მოქმედი ძრავით მიფრინავს, ხოლო ორივე აპარატის გამონაბოლქვი ერთმანეთს ეჯახება და თხელ ზედა ატმოსფეროში ნამდვილ ცეცხლის გვირგვინს ქმნის. ასეთი რამ ჯერ არასდროს გვინახავს. ასტროფოტოგრაფმა ენდრიუ მაკარტიმ ეს მომენტი მიწიდანაც კი გადაიღო და გადაიღო ვიდეო. და სკოტ მენლიმ ზუსტად თქვა, ასე ხდება, როცა ერთი ცეცხლმფქვევი მეორეს ეჯახება. და შემდეგ დადგა მომენტი, როცა ფლენა 12 ჩავარდა. ეს იყო boost back burn. ეს არის დამუხუჭების მანევრი, რომლითაც ბუსტერი ბრუნდება უკან. ამჯერად თავდაპირველად ყველა 33 ძრავა ჩაირთო. შემდეგ კი თანმიმდევრობა გეგმურად 13-მდე შემცირდა. მანევრი სუფთად შესრულდა და რეგულარულად დასრულდა. ზუსტად აქ, წინა ფრემის დროს ყველაფერი დაიშალა. ამჯერად ყველაფერი გამართულად იყო. ამით ფრენა 12-ის ყველაზე მნიშვნელოვანი უკურსვლა დასრულებულია. ბუსტერი თავის ტრაექტორიის უმაღლეს წერტილს მიაღწია 95.6 კილომეტრზე, T4 წუთის ფარგლებში და შემდეგ ბალისტიკურად დაეშვა ყურისკენ. T+5 წუთის დროს ბუსტერის კამერიდან ამაზე შესანიშნავი სრული კადრი მივიღეთ. ფონზე სტარბეისი და გაშვების ორთქლის ხრუბელი, რომელიც წყალს ჭრდილს აყენებს. შემდეგ დაჯდომა და აქ შედეგი მწარეა. ბუსტერი თავისი სამით ნახევრად გაზრდილი ბადისებრი საჭეებით ზუსტად მართავდა ატმოსფეროში. და T+6 წუთსა და 26 წამზე დაიწყო დაშვების დამუხუჭება. ამისთვის უნდა აენთო 13 ძრავა. ისინი არ აინთო. ამჟამად არსებული ანალიზის მიხედვით 13-დან მხოლოდ 8 ძრავა აინთო და მათგან 3 რამდენიმე წამში ისევ გამოირთო. ფაქტობრივად გარკვეული დროის განმავლობაში მხოლოდ 5 ძრავა მუშაობდა. ბუსტერი შენელდა, მაგრამ საკმარისად არა. და T+6 წუთსა და 41 წამზე კავშირი გაწვდა. ცეცხლის ბურთმა აღნიშნა მძიმე შეჯახება ყურეში. მნიშვნელოვანი დეტალი. ბუსტერი სუსტად წინასწარ დაცლილ ზონაში დაეშვა, რამდენიმე მილის სანაპიროდან. არავინ ყოფილა საფრთხეში. და ეხლა სკოტ მენლის აღმოჩენა, რომელიც აჩვენებს რამდენად ახლოს იყო ყველაფერი. მან ბოლო კილომეტრების ტრების ტელემეტრია ჩაწერა. და ადგინა დაახლოებით 25 მეტრი წამში კვადრატში შენელება და დაახლოებით 160 კმხ-ს დაჯახების სიჩქარეზე. მისმა გამოთვლამ შემდეგი შედეგი აჩვენა. თუ ბუსტერი დასაფრენ დამუხუჭებას მხოლოდ 100 მეტრით მაღლა დაიწყებდა, ზუსტად წყლის ზედაპირზე 0 სიჩქარეზე მივიდოდა. აქ სასწაული არ აკლია, არამედ წამების მიასედების დამუხუჭების ძალა. იმიტომ მხოლოდ 5 ძრავა მუშაობდა 13-ის ნაცვლად. სხვათა შორის T+8 წუთამდე ცოტა ადრე დაბრუნებული ბუსტერის ზებგერითი ხმები სტარბეისის მიკროფონებზე გაისმა. ბუსტერის აკუსტიკური მისამება, რომელსაც თითქმის გამოუვიდა. პირველი საფეხურის გულწრფელი შეჯამება ასე ჟღერს. ბუსტბექი შეკეთებულია. უზარმაზარი წინსვლა, მაგრამ დაშვების პირობებში ხელახლა ანთება რჩება პატარა პრობლემად Raptor 3-ისთვის. თავდაპირველად მიწაზე ტუმბოებში ყინული იყო. ეხლა ფრენის დროს ანთების მარცხია. ამ ნიმუშს საერთო მნიშვნელი აქვს. და ეს არის ხელახალი ანთება. სულიად განსხვავებულია ზედა საფეხური და აქედან ეს ფრენა ოცნებად იქცევა. Ship 40-მა თავისი 6 ძრავა უნაკლო დამუშავა ბოლომდე. T+8 წუთსა და 6 წამზე 26412 კმ/სთ სიჩქარით და 158 კმ სიმაღლეზე ძრავების გამორთვა მოხდა. ამის შემდეგ გაისმა შეტყობინება ორბიტაზე ნორმალური შეყვანის შესახებ. ამასთან ტრაექტორია განზრახ ოდნავ სუბორბიტალური დარჩა. ამიტომ ხომალდი ნებისმიერ შემთხვევაში ინდოეთის ოკეანეზე ჩამოვიდოდა. ახალწებებულ S-40-ის წარწერის ქვეშ უჟანგავი ფოლადის ზედაპირზე ლამაზი თერმული შეფერილობა ჩანდა. ვინც ფოლადში ერკვევა, ამ ნიშნებიდან კითხულობს, რა ტემპერატურები გამოუცდია ამ ხომალდს უკვე აფრენისას. ორი პატარა ესთეტიკური ნაკლი იყო. T+9 წუთზე ერთ-ერთი სითბოს დამცავი ფილა მოსწყდა და საკმაოდ დიდხანს პარალელურად მიყვებოდა ხომალდს. T+9 წუთსა და 19 წამზე მეორე. აშკარად სრული ფილა მოსწყდა. დაიმახსოვრეთ ეს ორი. ისინი ბოლოს კიდევ მნიშვნელოვანი გახდებიან. შემდეგ იყო კიდევ ერთი სიახლე.
T+15 წუთსა და 18 წამზე გაიხსნა ტვირთის კარები. და პირველად ისტორიაში Starship-მა ნამდვილი თანამგზავრები გაუშვა. Starlink-ის მესამე ვერსიის 20 თანამგზავრი. აღარ იყო მაკეტები როგორც მე-12 ფრენასა და მანამდე, არამედ სრულფასოვანი თანამგზავრები. 10 რიგად თითოეულში 2-2 და თანმიმდევრულად გამოშვებული, ეგრეთ წოდებული PES გამშვებიდან, რომელიც ბომბო გამშვების მიხედვითაა დასახელებული. რადგან ორბიტა სუბორბიტალური იყო, ამ თანამგზავრებს მხოლოდ დაახლოებით 20 წუთი ჰქონდათ სიცოცხლე, სანამ ხომალდთან ერთად ატმოსფეროში დაბრუნდებოდნენ და სწორედ ეს იყო გეგმა. დაჩქარებული სატესტო პროგრამა. სოლარული პანელების გაშლა, ძრავების ამუშავება, ანტენების გააქტიურება, ლაზერული კავშირების ტესტირება და მიწის სადგურებთან დაკავშირება. დეპლოი გაგრძელდა დაახლოებით 27 წუთსა და 30 წამამდე, ხოლო T+21 წუთსა და 50 წამზე უკვე 17 გარეთ იყო. ბოლო 6 ჰქონდა საინჟინრო კამერები, გრძელი ფოკუსური მანძილით და პროჟექტორები. ამაზე ახლავე უფრო დეტალურად ვისაუბრებ. ამ ეტაპზე მოკლედ განმარტავ, რატო არის ეს სატელიტები ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენა. ვერსია 3 ნამდვილი მონსტრია. თითოეულ სატელიტზე შესაძლებელია წამში 1 ტერაბიტამდე გადმოტვირთვის სიჩქარე და 160 გიგაბიტი ატვირთვის სიჩქარე. ეს დაახლოებით 10-ჯერ და 22-ჯერ მეტია, ვიდრე მიმდინარე ვერსია 2. თითოეული მათგანი აღჭურვილია 6 მაღალი წარმადობის ლაზერით, თითოეული 400 გიგაბიტი ლაზერული ქსელისთვის 4-4ბანდიანი ანტენით და 2-ჯერ უფრო ძლიერი მზის პანელებით. ხოდ ერთი Starship-ის გაშვება V3 სატელიტებით Starlink-ის გამტარობას იმდენად ზრდის, რამდენადაც დაახლოებით 20 Falcon 9-ის გაშვება. ვერსია 2-ით დაფიქრდი ამაზე. ერთი ფრენა 20 ანაცვლებს. და მომავალში ერთი Starship-ი შეძლებს ამ სატელიტებიდან 60-ის გადატანას, ანუ 30 ორმაგი რიგის გროვას. რადგან კომენტარებში აუცილებლად ისევ ვინმე დასცინებს პატარა სასარგებლო დატვირთვის გარს. ეს ღიობა დაახლოებით 1.5 მეტრის სიმაღლისა. ის მხოლოდ იმიტომ ჩანს პატარა, რომ ხომალდი იმდენად აბსურდულად დიდია. მხოლოდ ერთი უჟანგავი ფოლადის რგოლიც კი, რომლითაც Starship-ი აშენებულია, 2 მეტრზე მეტს ზომავს. ამ კარიდან გადის თითქმის ყველა სატელიტი, რომელიც დღესდღეობით საერთოდ კი აშენდება. მართლა დიდი ტვირთებისთვის მომავალში უფრო დიდი ღიობიც იქნება. და შემდეგ მოვიდა ამბავი, რომელმაც ჰოტონში სიხარული გამოიწვია. SpaceX-მა ყველა 20 სატელიტთან კონტაქტი დაამყარა. და გამოშვებიდან მხოლოდ რამდენიმე წუთში ლაზერული კავშირებიც ყველა 20-თან ამუშავდა. ყველა ტესტი, ყველა სატელიტი 20 წუთიან დროის ფანჯარაში. სხვათა შორის მთელი ფრენის გადაცემა თავად Starlink-ის მეშვეობით ხდებოდა. დაახლოებით 240 მეგაბიტი წამში მონაცემთა გადაცემის სიჩქარით გემიდან, მაშინ როცა კლასიკური კოსმოსური სისტემები ერთმიშნა მაჩვენებლებით მუშაობენ. ეხლა იმ მანიორზე, რომელმაც პირდაპირ ეთერში ბევრი კითხვა გააჩინა. გამოშვების შემდეგ Starship-მა დაიწყო ნელა ბრუნვა საკუთარ ღერძზე. ლაივში ვივარაუდე, რომ ხომალდი სატელიტებს მუცელს უქცევს, რათა მათი კამერებით ფოსაცავ ფარს დააგვირდნენ. და Scott Manley სწორედ ამას ადასტურებს. ის ამას სილამაზის ბრუნვას უწოდებს, პირუეთს კოსმოსში, რათა 6-ვე კამერიანი სატელიტი თავისი პროჟექტორებით სითბოს დამცავი ფარის ყველა მხარეს გადაიღებს. რადგან ხომალდი ამ დროს დედამიწის ღამის მხარეს მიფრინავდა, T+33 წუთზე კი დაინახეს, როგორ აინთო Starlink-ის პროჟექტორი ტანის ზედაპირზე. T++34 წუთი. 35-ზე ინსპექცია დასრულდა და განათებები ჩაქრა. SpaceX-მა მოგვიანებით გამოაქვეყნა ამ ინსპექციის სრული ვიდეო პირუეთთან ერთად. და აღსანიშნავია, რამდენად კარგად შენარჩუნდა სითბოს დამცავი ფილები. რეალურად მხოლოდ რამდენიმე ფილა აკლია. ამას სერიოზული მიზანი აქვს. სანამ SpaceX კოშკთან რეალურ დაჭერას შეეცდება, სურს რომ ასვლის შემდეგ და კოსმოსიდან დაბრუნებამდე სითბოს დამცავი ფარი დაათვალიეროს. დამატებითი უსაფრთხოების დონეა, რომელიც აქამდე არ არსებობდა. საინტერესო დეტალია, რომ სურათის მარცხენა ზედაკუთხეში ხანდახან ლურჯად მოციმციმე წერტილები ჩანდა. ალბათ ახლად გაშვებული თანამგზავრებია. ასე ვარაუდობს Manley, როდესაც მათი იონური ძრავების სატესტო ჩართვისას. T++38 წუთსა და 58 წამზე ტესტი დაიწყო. Scott Manley მას სრულიად სამართლიანად უწოდებს, მთელი ფრენის ყველაზე მნიშვნელოვანს და მართალიც არის. რაპტორის ძრავის ხელახალი გაშვება კოსმოსში. T+29 წუთსა და 1 წამზე 3-დან ერთ-ერთი ცენტრალური ძრავა უჩვეულოდ დიდხანს, დაახლოებით 14 წამის განმავლობაში ჩაირთო. რატომ არის ეს ასე გადამწყვეტი? იმიტომ რომ SpaceX Starship-ის ნამდვილი ორბიტაზე გაგზავნა მხოლოდ მაშინ შეუძლია, როცა ეს ხელახალი ანთება საიმედოდ მუშაობს.
თუ D-Orbit Burn არ იმუშავებს, ორბიტაზე მყოფი Starship უბრალოდ 100 ტონიანი კოსმოსური ნაგავი იქნება, რომელიც უკონტროლოდ სადღაც ჩამოვარდება და ნაწილობრივ გადარჩება ატმოსფეროში დაბრუნებისას. მე-12 ფრენამ ეს ტესტი ვერ ჩააბარა. ამჯერად ყველაფერი იდეალურად გამოვიდა. და კადრები T+39 წუთსა და 8 წამზე. ყველაზე ლამაზია, რაც კი ამ პროგრამას ოდესმე შეუქმნია. 151 კილომეტრის სიმაღლეზე პრაქტიკულად ატმოსფერო აღარ არსებობს. მაგრამ საათში 26 1500 კილომეტრის სიჩქარეზე დარჩენილი ჰაერის მოლეკულებიც კი საკმარისია, რომ გამონაბოლქვის ნაკადი მათ შეეჯახოს და კომეტის მსგავსად ნათელი სტრუქტურა შექმნას. ეს სანახაობა იმდენად კაშკაშა იყო, რომ სამხრეთ აფრიკაში დამკვირვებლებმა ის მიწიდანაც კი შიშველი თვალით დაინახეს და გადაიღეს. შეხედეთ ამას. კიდევ ერთ მცირე გადახვევას გავაკეთებთ, რადგან SpaceX-მა ეს თავად ჩაამატა ტრანსლაციაში. ახალ ხელოვნური ინტელექტის სატელიტურ კონსტელაციას ახლა ოფიციალურად აქვს სახელი StarMind. მილიონამდე ხელოვნური ინტელექტის სატელიტი უნდა გაფრინდეს ორბიტაზე, როგორც გამოთვლითი ცენტრები. და SpaceX-მა სტრიმში დაასახელა 3 მთავარი ბარიერი ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე. მასის ორბიტაზე გატანა, რისთვისაც საჭიროა Starship-ი, ენერგია, რისთვისაც საჭიროა მუდმივი მზის სინათლე კოსმოსში და ჩიპები, რისთვისაც იგეგმება ტერაფაბის აშენება დაახლოებით 9.3 მილიონი კვადრატული მეტრის ფართობით, რაც 10 გიგაფაბრიკას უდრის. SpaceX-ი მიიჩნევს, რომ 2-3 წლის განმავლობაში კოსმოსიდან გამოთვლითი სიმძლავრე ყველაზე იაფი ვარიანტი გახდება. AI 1 სატელიტსა. და ამ თელ გეგმას ჩვენ თალკე ვიდეო მივუძღვენით, რომელსაც ქვემოთ დაგიდებთ მულს. ამიტომ აქ მხოლოდ გვერდით შენიშვნად ვიტყვით, რომ რაკეტა, რომელსაც ახლა ფრენაში ხედავთ, სწორედ ამ გეგმის საფუძველია. მოკლე ჩართვა ჩვენს შესახებ და მოკლედ გეტყვით. თუ აქამდე ეს ანალიზი მოგეწონა, ვიდეოს ჰაიპი მიეცი. ეს შენთვის ერთი დაწკაპუნება და ამით YouTube-ს აძლევს საშუალებას ვიდეო ბევრად მეტ ადამიანს აჩვენოს. და ვისაც სფერა Ad Astra-ს სულისურ სატაროს, ჩვენს მაღაზიაში Planet Pioneers ნახავთ ამოქარგულ Ad Astra კოლექციას. ლინკი და ფასდაკლების კოდი ქვემოთ აღწერაშია მითითებული. გმადლობთ და ეხლა მოემზადეთ. ვბრუნდებით ატმოსფეროში. დაბრუნება ფერების თამაშით დაიწყო. T+42 წუთსა და 51 წამზე, 105 კილომეტრის სიმაღლეზე, საათში 26700 კილომეტრის სიჩქარით. პირველი პლაზმა წარმოიქმნა. წითელი, ვარდისფერი, ნარინჯისფერი, მწვანე და კაშკაშა თეთრი. T+53 წუთსა და 50 წამზე ღრუბლებში. ქვემოთ უზარმაზარი ელვა გაიელვა. დაახლოებით მადაგასკარის თავზე. თითქოს პლანეტა პასუხად გვესალმებოდა. T+44 წუთსა და 59 წამზე ოფიციალური განცხადება გაკეთდა. Starship იწყებს ატმოსფეროში დაბრუნებას. მდგომარეობა გეგმურად მიმდინარეობს. T+47 წუთზე მოვიდა შეტყობინება. მართვის ზედაპირებმა აიღეს კონტროლი ხომალდზე. და ეს მოხდა 84 კილომეტრის სიმაღლეზე. თითქმის 26800 კილომეტრი საათში სიჩქარით. იქ ზემოთ ატმოსფერო ძალიან თხელია. მაგრამ ამ სიჩქარეზე 4 მართვის ფარფლისთვისაც კი საკმარისია სრული მართვისთვის. და ახლა გულწრფელი დაკვირვებების სია. რადგან ფაქტებისადმი ერთგულება საჭიროა, მაშინაც კი როცა ოცნების ფრენაზეა საუბარი. T+59 წუთსა და 19 წამზე პლაზმის ნაკადში ტურბულენტობა გაჩნდა. ვიზუალურად შთამბეჭდავია. განზრახ იყო თუ უვნებელი, გარედან ამის თქმა შეუძლებელია. T+50 წუთიდან პერიოდულად პატარა ნაპერწკლები გამოჩნდა კუდის ნაწილში. და ნაპერწკლები ყოველთვის ნიშნავს, რომ სადღაც მასალა ცვივა და იწვის. იდეალური სითბოს ფარის მიზანი სწორედ საპირისპიროა. ანუ რომ არაფერი დაიწვას. T+52 წუთსა და 23 წამზე მარჯვენა ქვედა სამმართველო ზედაპირის ზემოთ ფილებმა გავარვარება დაიწყეს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული ადგილი მთელ ხომალდზე, სადაც ადრე ფრთები დაიწვა. ამჯერად წინასწარ გითხრათ, ყველაფერი მხოლოდ ნათებით შემოიფარგლა. T+56 წუთსა და 56 წამზე გამოსახულებაში კვლავ გამოჩნდა ღრუბლები. ხომალდი უახლოვდებოდა დღის მხარეს. ამ დროისთვის უკვე დაახლოებით 10000 კილომეტრი საათში ჰქონდა სიჩქარე დაკლებული. და კვლავ მიფრინავდა დაახლოებით 7500 კილომეტრი საათში 57 კილომეტრის სიმაღლეზე. სწორედ ყველაზე ძლიერი დამუხუჭების ბაზაში. როცა პლაზმა ყველაზე მჭიდროდ ანათებს. T++48 წუთიდან ნათება შესუსტდა. სტარტიდან 49 წუთის შემდეგ ის თითქმის დაგვიანებული იყო.
და ქვემოთ ღრუბლებში ამოსული მზე წითელ და ნარინჯისფერ ტონებში ირეკლებოდა. კიჩი, რომელსაც უფრო ლამაზად ვერც წარმოიდგენდი. ეს ყოველთვის ვახსენებ Starship-ის ანალიზში. ამიტომ ეხლაც გავიმეორებ. ჩვენ ყველაზე ლამაზი პლანეტა გვაქვს შორს და ახლოს. ასე რომ იყავით კეთილები ერთმანეთისა და მისი მიმართ. სტარტიდან 1 საათისა და 30 წამის შემდეგ ხომალდი გადაკვეთა ატმოსფეროში დაბრუნების მაქსიმალური აეროდინამიკური დატვირთვის წერტილი. ამის შემდეგ სტრუქტურული დატვირთვა სწრაფად მცირდება, რადგან სიჩქარე უფრო სწრაფად ეცემა, ვიდრე ჰაერი სქელდება. შემდეგ მოხდა მანევრი, რომელიც უნდა დაიმახსოვროთ, რადგან ეს არის გენერალური რეპეტიცია მომავლისთვის. დაახლოებით 1 საათსა და 50 წამზე Starship-ი შეგნებულად გადაიხარა გვერდზე და რბილ მრუდზე გაფრინდა. ამ დროს რადიოში გაისმა შესანიშნავი გამოძახება. Starship-ი ასრულებს Sush Manners. აქაც ფონი სერიოზულია. მომავალში, როდესაც ხომალდს კოშკზე დაიჭერენ, ის ოდნავ გადახელი მიმართულებიდან მოვა და საბოლოო მისვლამდე უნდა შეცვალოს თავისი ფრენის ტრაექტორი. ზუსტად ეს მრუდი იქნა, გამოცდილი ღია ოკეანეზე. ცხვირი ოდნავ დაბლა. სამართავი ზედაპირები მარჯვნივ. საოცრად კარგად ჩანს ქვედა მარჯვენა კუთხეში მდებარე გრაფიკაზე სტრიმში. და სკოტ მენლი ამატებს ფიზიკურ მიზეზს, თუ რატო ხდება ეს მხოლოდ გვიან. რაც უფრო ნელა მოძრაობს ხომალდი, მით უფრო ვიწრო ხდება შესაძლო მრუდის რადიუსი. T+1 საათი, 4 წუთი და 28 წამზე მოხდა საწინააღმდეგო კორექტირება მარცხნივ. როგორც მენლი ამბობს, ხომალდი მის წარმოსახვით კოშკს მისდევდა ინდოეთის ოკეანის შუაგულში. და შემდეგ ფინალი. T+1 საათი. 5 წუთი 4 წამი დაახლოებით 1 კილომეტრ სიმაღლეზე და დაახლოებით 400 კილომეტრი საათში სიჩქარით ყველა 3 ცენტრალური ძრავა ჩაირთო. გემი მუცლის ფრენიდან ვერტიკალურ მდგომარეობაში გადავიდა და რაპტორების ხრიალი ჩანაწერში სუფთა ჟუანტელია. ჩვენ ეს ორიგინალურ ხმაზე დაგიტოვებთ. ზღვის დონის 3-ვე ძრავა ანთებულია. მათზე წვის კამერის წნევა ნორმალური იყო. გადავხეთ 2-ზე. Starship-ი ეშვება ინდოეთის ოკეანეში. გავწიეთ 1-ზე. და წყალში ვართ. და ეს არის რბილი დაშვება წყალზე. იყო მცირე გადაჭარბება გასწორებისას და მაშინვე მოხდა დაბალანსება. ეს ყველა ფრენაზე ასე იყო და როგორც ჩანს ნორმალურია. T+1 საათი, 5 წუთი, 15 წამზე. ერთ-ერთი ნარინჯისფერი ბუი, რომელიც SpaceX-მა წინასწარ განათავსა სამიზნე ზონაში, კადრში გაელვა. და ეს უკვე ბევრს ნიშნავს, რადგან თუ ბუი კამერის კადრში ჩნდება, ეს ნიშნავს, რომ ხომალდი ზუსტად იმ ადგილზე დაეშვა, სადაც საჭირო იყო. მოგვიანებით ჩვენ ბუების ჩანაწერებიც ვიხილეთ. ძრავები ეტაპობრივად გამოირთო. ჯერ ერთი, შემდეგ T+1 საათი, 5 წუთი, 21 წამი. მეორე, ერთი რეპტორი ნაზად დასვა ხომალდი წყალში. შემდეგ, ძრავის გამორთვა. და რაც შემდეგ მოხდა, ეს 13 ფრენაში არ ყოფილა. Starship-ი გადახილი იყო და არაფეთქდა. ის არ შვილა. მე-12 ფრემისას SpaceX ჯერ კიდევ ექსპერიმენტებს ატარებდა როლის პროგრამაზე, რათა წყალში დაშვება შეემსუბუქებინა. ამჯერად ინდოეთის ოკეანეში მოულოდნელად სრულიად დაუზიანებელი Starship-ი იდგა. გარზე დარჩენილი საწვავისგან პატარა ცეცხლი იყო გაჩენილი. ამ მომენტში Starship-ი პირველად თავის არსებობაში სიტყვით ხომალდად იქცა. SpaceX-ის სპიკერმა დენ ჰიუიტმა პირდაპირ ეთერში აშკარად დაკარგა თავშეკავება. ვგრძნობ, რომ ახლა გონებას ვკარგავ, თქვა მან. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა Starship-ი წყალში უვნებლად ჩავიდა. ეს ოცნების სცენარია. მისი სიტყვებით, ეს იყო ყველაზე რბილი წყალში დაშვება, რაც კი ამ პროგრამას უნახავს. და ეხლა ინჟინერებისთვის ყველაფერი ნამდვილად საინტერესო ხდება. ბორტზე დამონტაჟებული კამერები წყლიდანაც კი აგრძელებდნენ გადაცემას. ზოგჯერ კი წყალქვეშეთიდანაც. წინა სამმართველოს ზედაპირზე დამონტაჟებული კამერა წყალში ჩაეშვა და ისევ ამოვიდა. ის გავდა GoPro-ს საცურავ აუზში. მაყურებლებმა მას მაშინვე დაარქვეს Nemo კამერა. თვითონ კამერამ, რომელიც ნაწილობრივ წყლით სავსე ძრავების განყოფილებაში იყო მოთავსებული, გამოსახულებები მოგვაწოდა. იქ არსებული რაპტორები კარგ მდგომარეობაში იყვნენ. ცენტრალურ ძრავებზე ფრინულის ფენები იყო, რადგან ისინი მუშაობისას ძლიერ გაცივდნენ.
სკოტ მენლი სრულიად სამართლიანად გაკურებული იყო, როგორ აგრძელებდა ხომალდის სიგნალის გადაცემას. Starlink-ის ანტენები ბოლოს ცხრისკენ იყო მიმართული. შესაძლოა კავშირი ახლომდებარე ბუებზე გადიოდა და ხომალდის მდებარეობა საათების შემდეგაც განახლდა. და ისტორია სტრიმის შემდეგაც გაგრძელდა. ისეთი გზით, როგორცაც თვითონაც არ ველოდი. როცა მაყურებელმა პირდაპირ ეთერის დროს მკითხა, მჯეროდა თუ არა რომ ეს გემი ამოიღებდნენ, ხელი ჩავიქნიე. მაგრამ შიპ 40-მა უბრალოდ უარი თქვა ჩაძირვაზე. თვალთვალის ჩანაწერებმა აჩვენა, რომ ის დაახლოებით 160 კილომეტრით იყო დაშორებული თავდაპირველი წყალში ჩაშვების ადგილს. ჯერ კიდევ ტივტივებდა. წყალში ჩაშვებიდან 56 საათის შემდეგ. და პირდაპირ მის გვერდით იყო სამაშველო გემი, Go Australis. SpaceX-მა თავად დაადასტურა, რომ სამაშველო ჯგუფი აგრძელებს მონაცემების შეგროვებას იმ აპარატზე, რომელიც კვლავინდებურად ინდოეთის ოკეანეში ტივტივებს. რბილი წყალში დაშვების იდეალური სცენარი რამდენიმე დღის განმავლობაში ნამდვილ სამაშველო ოპერაციად გადაიქცა. მთლიანად შენარჩუნებული Starship-ით, რომელმაც საკუთარი სამაშველო გემი თავისკენ მიიზიდა. ეხლა კი თავისუფლებას მივცემ, მცირე სპეკულაცია გავაკეთო, რასაც აშკარად ასე ვასახელებ. თუ ეს გემი მართლაც ნაპირზე იქნება გადაყვანილი, მაშინ ჩვენ აქ უბრალოდ ნამსხვრევი კი არ გვექნება, არამედ პირველი Starship-ის ისტორიაში, რომელმაც სრული ფრენა და ატმოსფეროში დაბრუნება გადაიტანა და უუნებელი დარჩა. ეს იქნებოდა მუზეუმის ექსპონატი, შეუფასებელი ღირებულებით. Starbase-ში ამჟამად იქნება საკუთარი სარაკეტო პარკი, ღია ცის ქვეშ გამოფენა ისტორიული საფრენი აპარატებისა. და მე ძნელად წარმომიდგენია უფრო შესაფერისი პირველი ექსპონატი, ვიდრე სწორედ ეს Ship 40. მოხდება ეს, თუ საბოლოოდ ექსპორტის კონტროლი და ლოგისტიკა ხელს შეუშლის, ამას ვნახავთ. ინჟინრებსაც ალბათ უფრო მოეწონებათ, თუ ნებას მისცემენ გემი დაშალვა. მაგრამ მხოლოდ ის ფაქტი, რომ ამ კითხვას საერთოდ სერიოზულად ვსვამთ, ალბათ ყველაზე ძლიერი სიმბოლოა იმისა, თუ რამდენად შორს მიიყვანა ამ ერთმა ფრენამ პროგრამა. და ამით ამ ფრენის ნამდვილ საგანძურს მივადექით. სითბოს ფარი. სამაშველო ჯგუფის დრონი წყალზე დაშვებისთანავე მიფრინდა. და რადგან ხომალდი ზუგზე იყო გადაბრუნებული, მუცელი თავისი დაახლოებით 18,000 ფილით ღია იყო ცისკენ. შედეგი. შეგიძლიათ დაკარგული ფილები პირდაპირ თითებზე ჩამოითვალთ. გახსოვთ ის ორი ფილა, რომლებიც T+9 წუთსა და 9 წუთი 19-ზე მოშორდა. სტრიმის ტაიმსტამპზე 1 საათი, 1:45:06. ეს არის სტრიმის დრო და არა ფრემის დრო. ახლო კადრებში ჩანს რამდენიმე კატეხილი ფილა და ორი სრულად დაკარგული ერთ-ერთ ქვედა მართვის ზედაპირზე. ეს თითქმის ერთ-ერთი ემთხვევა იმას, რაც აფრემისას მოშორდა. ამას გარდა თეთრი ზოლები გადის ფარზე. და აქ ისევ სკოტ მელის დაკურება მოდის. ზოლები თითქმის ყველა იწყება ფილების საზღვრებთან, განსაკუთრებით წინა კიდეებთან. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ცხელი აირი ფილების ქვეშ აღწევს და თეთრ საყრდენ მასალას, ანუ თექას ან აბლაციურ მასალას ამოაქვს. საკონტროლო ზედაპირების კადრებში ასევე ჩანს, რომ ეს თეთრი მასალა წყლით მარტივად ირეცხება. და არ დაგავიწყდეთ, ეს ყველაფერი მოხდა მას შემდეგ, რაც აფრენა განზრახ გაზრდილი დინამიკური წნევით განხორციელდა. ასე რომ ფარი უფრო ძლიერად დაიტვირთა ვიდრე ოდესმე, მაგრამ მაინც ასე სუფთად დაბრუნდა. სითბოს ფარს ასევე ჰქონდა წნევის სენსორები, რომლებმაც აფრენისას დატვირთვა გაზომეს. ილონ მასკის კომენტარი მეორე დღეს. უახლესი სითბოს ფარის დიზაინის შესამჩნევად გამოიყურება. წლების განმავლობაში, როდესაც სწორედ ეს ფილები მთლიანი პროგრამის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გაურკვეველ კითხვად ითვლებოდა, ეს სიტყვები დიდი მნიშვნელობის მატარებელი. დასასრულს, ჩემი შეფასება. ფრენა 13 არის ამ დრომდე მთელი პროგრამის ყველაზე ღირებული ფრენა. და ეს არა იმიტომ, რომ ყველაფერი გამოვიდა, რადგან ასე არ ყოფილა, არამედ იმის გამო, რაც გამოვიდა, იმ შედეგის ხარისხის გამო. ზედასაფეხურმა ერთ ფრენაში ყველაფერი მიაღწია, რაც შემდეგი ნაბიჯისთვის იყო საჭირო. უნციკლო აფრენა, ნამდვილი ტვირთის გაშვება და ყველა 20 სატელიტთან კონტაქტი, მათ შორის ლაზერული კავშირებით. კოსმოსში ხელახლა ანთება დამტკიცდა, დაჭერამდე მისვლის მანევრი გამოცდილია და მიწოდებულია სითბოს ფარი, რომელიც მთლიანად ინსპექტირების საშუალებას იძლევა. რადგან ხომალდი პირველად დარჩა უნებელი. ზუსტად ამიტომ გააკეთა ილონ მასკმა იმავე საღამოს განცხადება. თუ მონაცემების ანალიზი პრობლემებს არ გამოავლენს, SpaceX შემდეგ ფრენაზე შეეცდება ხომალდი კოშკით დაიჭიროს. ზედასაფეხურის კოშკით დაჭერა. ეს იქნება ყველაზე შთამბეჭდავი მანევრი, რომელიც ამ პროგრამას ოდესმე უცდია.
ალბათ ეს იქნება ყველაზე შთამბეჭდავი მანევრი, რაც კი ოდესმე რომელიმე კოსმოსურმა პროგრამამ განახორციელა. ბუსტერს კი დავალება ხელახლა აქვს შესასრულებელი. ბუსტბექი კი, მაგრამ დაშვება არა. 13-დან 5 ძრავა ძალიან ცოტაა. და ბუსტერის დაჭევის საკითხზე SpaceX ამ ეტაპზე სიჩუმეს ინარჩუნებს. ბუსტერის დაჭერა მათ უკვე 3-ჯერ დაამტკიცეს. თუ ტექნიკა V3-ზე ახლა კარგად იმუშავებს, დაჭერა აღარ უნდა იყოს პრობლემა. მესამე ვერსიის ტენდენცია 2 ფრენის შემდეგ უკვე ნათელია. გემი სამაგალითო მოსწავლია. ბუსტერი კი იბრძვის თავისი ახალი ძრავების ხელახლა ანთებასთან როგორც მიწაზე, ასევე ფრენისას. და შემდეგ დგება ყველაზე საინტერესო ღიად დარჩენილი კითხვა. რა ხდება ახლა სინამდვილეში სანაპიროდან 1000 კილომეტრში მცურავ Starship-თან? დაწერე შენი აზრები კომენტარებში. მაღიარებ, მე ვოცნებობ გამოფენაზე. იღბლიანი ნომერი 13. ასე დაარქვა SpaceX-მა ამ ფრენას სახელი. გამონაკლისად ამ თრუწმენაში რაღაც სიმართლეა. ჩემი სახელია სირვანი და ეს იყო მარსის ქრონიკები. მადლობა ყურებისთვის. ფერასპერა, ადასტრა.